საფხულის დადგომასთან ერთად გველებზე საუბარიც გააქტიურდა. სოციალურ ქსელებში ბოლო დღეებში სულ უფრო ხშირად ვრცელდება გველების ფოტოები და ვიდეოები. მოქალაქეები მათ საცხოვრებელ კორპუსებთან, ეზოებში, პარკებსა და სხვადასხვა დასახლებულ ტერიტორიაზე აფიქსირებენ. გახშირებულმა შემთხვევებმა საზოგადოების ნაწილში შიში და პანიკაც გამოიწვია. გაჩნდა ვარაუდი, რომ ქვეწარმავლების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ რეალობა განსხვავებულია. ჰერპეტოლოგის განმარტებით, პოპულაცია არ გაზრდილა. მისი თქმით, ქვეწარმავლების აქტიურობაზე გავლენას ამინდის ცვლილება ახდენს. როგორი მდგომარეობა იცით, რეალურად, მთლიანობაში რო ავიღოთ ხო რაღაც პოპულაციის თვალსაზრისით რო შევხედოთ, ყველაფერი რიგზეა და ყველაფერი ისევ ისეა, როგორც იყო. თუმცა ეს გახშირებული გველთან შეხვედრის ფაქტები, ხო, რა თქმა უნდა, თვალყურს ვადევნებ და ძალიან ბევრი ინფორმაცია შემოდის ჩემთან, ჯგუფები გვაქვს, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი დებს გველებთან დაკავშირებით ვიდეოებს, სურათებს, ფაქტებს აღწერენ. ეს შედარებით განსხვავებულია შარშანწინდელთან შედარებით ეს ვითარება, თუმცა ეს გამოწვეულია არა იმის გამო, რომ პოპულაცია გაზრდილი, არამედ სეზონი გვაქვს ისეთი განსხვავებული შარშანდელთან შედარებით და ეხა ახსნი რითი არის განსხვავებული. მოგიხსენებათ, ქვეწარმავლები, ამ შემთხვევაში გველები იკვებებიან იშვიათად სხვა ცხოველებთან შედარებით, მაგალითად, კვირაში ერთხელ, ხო, თქვათ, შეჭამენ, მერე ერთი კვირა ისვენებენ. როდესაც ბუნებაში ცუდი ამინდების პერიოდი დგება, ხო, განსაკუთრებით გაზაფხულის პერიოდში, ხო? და თქვათ, ეხა ივნისის თვეში, ივნისის დასაწყისში. ტემპერატურა ძალიან დაბალია ამ დროს. იმდენად დაბალია, რომ ამ დროს ქვეწარმავლები აქტივობას წყვიტავს. იქიდან გამომდინარე, რომ საჭმლის მონელებისთვის მას სჭირდება გარკვეული ტემპერატურა, მაღალი და აქედან გამომდინარე, როცა ესეთი ტემპერატურა არ არის, ის აჩერებს თავის ბუნებრივ პროცესებს. ანუ ჩადის ოროში, რა ვიცი, იმ თავშესაფარში, რომელშიც ის იმყოფება და ამინდების გამოსვლასთან ერთად იწყებს აქტიურობას. რადგან ჩვეულებრივი რითმი დარღვეულია, ხო ხვდებით, აი თქვათ 10 გველია. როდესაც ჩვეულებრივი რითმია, კარგი ამინდებია, ამ 10 გველიდან 2 თქვათ ნაჭამია, 2 ნადირობს, 2-ს თქვათ მოსვენების მდგომარეობაშია და ასე ჩვეულებრივი რითმია და აქედან გამომდინარე უფრო ნაკლებად ხვდება ადამიანის თვალში, მაგრამ როდესაც ეს თქვათ 10-ვე გველი არის მოსვენებულ მდგომარეობაში, დამალულია და არის უკვე რაღაცა პერიოდი გასული, მას უკვე შია, ხო? აქედან გამომდინარე, როდესაც გამოდის ამინდი, ეს 10-ვე გველი გამოდის გარეთ. და უკვე აქედან გამომდინარე, ადამიანებს უკვე თვალში ხვდებათ ეს. ზუსტად ამაზეა, ამის ბრალია ეს ყველაფერი, თორემ ის პოპულაციის ზრდა და რაღაცა მსგავსი ნამდვილად არ გვაქვს. რაღაცა წერებს რო ახასიათებთ, უცბად გამრავლება და შემოსევის მსგავსი რაღაც რო ხდება, ესეთი რამე ქვეწარმავლებში არ არის, რა თქმა უნდა. აი ზუსტად ეს პერიოდი, რომელიც ეხლა იყო წელს გაზაფხულიდან დღემდე, აი ამ ყველაფერმა გამოიწვია ესეთი ადამიანებში ქვეწარმავლების ნახვის რიცხვა, იმიტომ მოიმატა. ზუსტად ეს არის მიზეზი. ჰერპეტოლოგი ამბობს, რომ გველების უმრავლესობა ადამიანთან კონტაქტს თავად გაურბის. სპეციალისტის რეკომენდაციაა შევინარჩუნოთ დისტანცია, არ ვეცადოთ მის დაჭერას ან მოკლას და ტერიტორია მშვიდად დავტოვოთ. საჭიროების შემთხვევაში კი შესაბამის სამსახურს მივმართოთ. ახლა ქვეწარმავლთან შეხვედრა, ამაზე ძალიან ხშირად საუბრობთ, ჯგუფებიც გვაქვს, რომელიც ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობენ და პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ როდესაც დღესდღეობით სხვათა შორის უფრო გაზრდილია ადამიანებში ცოდნა ქვეწარმავლების მხრივ და უფრო მეტად იციან, როგორ უნდა მოიქცნენ. თუმცა არიან ადამიანები, ვინც არ იცის ეს და
ნუ პირველ რიგში მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ ქვეწამალებთან შეხვედრის დროს აუცილებლად ჩვენ მას უნდა მოვერიდოთ. მიუხედავად იმისა, ეს დიდი ზომის იქნება, პატარა ზომის იქნება, თქვა ჭრელი იქნება, დიდი თავი იქნება, სკელეტანი იქნება თუ რა. როდესაც ქვეწამალოს გველს ვერ ვცნობთ, არ ვიცით გარჩევა სახეობების, არც ერთ შემთხვევაში მას არ უნდა გავეკაროთ, იმიტომ რომ ამ დროს შესაძლებელია რომ მოხდეს შხამიან გველთან კონტაქტი და ნუ რა თქმა უნდა შხამიან გველთან კონტაქტი შეიძლება დასრულდეს კბენით და უკვე ნუმერეს დახმარება დაგჭირდება და ნუ ისიც ახლა არაშხამიანმა შეიძლება გვიყვინოს და ეს ნამდვილად არ არის სასიამოვნო იმ ადამიანისთვის, ვისაც ეშინია და ამიტომ ჯობესია არ გავეკაროთ. როდესაც ურბანულ სივრცეში ვხვდებით, ხო, ურბანული სივრცე კიდე განსხვავებულია იქიდან, რომ ადამიანისთვის ეს ცოტა მიუღებელი ფაქტია, რომ რაღაცა შენობებში თუ ირგვლივ შენობის თუ ნუ თვითონ ქალაქში გველს შეიძლება გადავეყაროთ, ხო? ეს ცოტა ისე მოქმედებს ადამიანზე და ნუ თბილისის მასშტაბით ვიტყვი, რომ ნუ თბილისს ყავს შესაბამისი სამსახური, ცხოველთა მონიტორინგის სამსახური, რომელიც გარეულ და შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით რაღაც დახმარებებს უწევს ადამიანებს და ცდილობს ნუ ყოველ შემთხვევაში რომ რაღაცა დადებითი ამ კუთხით გააკეთოს და აი ესეთ დროს, როდესაც ურბანულ სივრცეში გადავაწყდებით გველს, აუცილებელია მიმართოთ ამ სამსახურს, რომ დაიჭირონ და უნებლად გაიყვანო. ნუ რამდენად მოახერხებენ, ნახავენ თუ ვერ ნახავენ, კიდე სხვა საკითხია, თუმცა არის ესეთ სამსახური. ჩვენი მხრიდან რაც უნდა გაკეთდეს, არ უნდა გავეკაროთ მას. თუ ისეთ გარემოშია, როდესაც ადამიანის ჯანმრთელობას ეხება, თავის ოთახშია, ხო? ეს უკვე უფრო მეტად საფრთხო მომენტია და რა თქმა უნდა, ნუ აუცილებელია უკვე სპეციალისტების ჩარევა მაგ სიტუაციაში ნამდვილად. ბუნებაში რო გადავეწყდებით, ის თავისი ადგილია ნამდვილად და არც ერთ შემთხვევაში რაღაც აპანიკო და რაღაცა ისეთი არ ხდება და ნუ უნდა გავატაროთ რა, არ უნდა წავიდეთ მის. მისი მიმართვა აი ბუნებაში მაგალითად დავინახეთ გველი, ხო? ძირითადად 99% შემთხვევაში ნებისმიერი გველი გარბის ადამიანისგან ეს შხამიანი იქნება თუ არა შხამიანი, თუმცა არის შემთხვევა, როდესაც შესაძლებელია არ გაიქცეს და ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ გველს როცა დავინახავთ, მისი მიმართულებით არ წავიდეთ. თუ გაიქცა, არც მისი მიმართულებით არ უნდა წავიდეთ, იმიტომ რომ ის სადღაც შეიძლება დაიმალოს ისეთ ადგილზე, რომელიც მისთვის შესაძლებელია მან ჩათვალოს, რომ ეს მისთვის თავდაცვის საშუალებაა, თუმცა იყოს დაწოლილი ბალახი და უბრალოდ მას გონია, რომ ეს დაიცავს მას, მაგრამ ჩვენ შეიძლება შევთხოვით დავადგათ ფეხი, გველს ვერ დაიცავს, ჩვენ მას შევეხებით და ის გვიყვმეს, ხო? აქედან გამომდინარე, ბუნებაში გველს ხედავთ, შევეშვათ, დავანებოთ თავი, არ მივეკაროთ, მისი მიმართულებით არ წავიდეთ და ყველაფერი კარგად დამთავრდება. ქვეწარმავლებზე საუბრისას განსაკუთრებულ ყურადღებას გიურზა იპყრობს. სპეციალისტი განმარტავს, რომ გიურზა საქართველოს ყველა რეგიონში არ ბინადრობს და მისი გავრცელების არეალი კონკრეტული ადგილებით შემოიფარგლება. ჰერპეტოლოგის თქმით, დედაქალაქის რამდენიმე უბანშიც შეგვიძლია ამ სახეობის დაფიქსირება. ნუ ეხლა გიურზა როგორი ყველაზე ჟღერადი გველია, ხო, ეხლა, იმიტომ რომ რაღაცა ასოცირდება რაღაც სერიოზულ პრობლემებთან მისი დაკვენის შემდეგ. ნუ რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში ესეც არის. ზოგი შემთხვევა მაგათაც წელს დაკვენა იყო და საერთოდ შხამი არ შეუშვია გიურზას, არაფერი არ მოსვლია ადამიანს, არც გადასხმა არაფერი არ დასჭირდა რა. ბოლოს მართლა გიურზა მოგმენა. ხო, დაკვენები ძალიან იშვიათად ხდება, ესეც იმ დროს, როდესაც ადამიანი ეხება მას, მოკლა უნდა, დაჭერა უნდა, ან განდევნა უნდა, ხო? აი ესეთ დროს ხდება ხოლმე ძირითადად გიურზის მიერ დაკვენა. აი ძალიან იშვიათია ფეხის დადგმის მომენტი. რაც შეეხება თბილისში და საქართველოში გავრცელების არეალს, ნუ სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოა, ახმეტის რეგიონიდან დაწყებული, მთელი ნეკრესის ქედი, დედოფლის წყარო, მთელი იქით ამ მხარეს სამხრეთ ნაწილი კახეთის, მერე შემოდის თბილისში აეროპორტი, აეროპორტის დასახლება, ალექსეევკა, ფონიჭალა, აფრიკის დასახლება, როგორც თვითონ ადგილებს კი არ ვიცი, მათ მიმდებარე ბუნებრივ არეალს გულისხმობ, აი იქ ცხოვრობენ ამის გარშემო, ხო? მერე ფონიჭალა, წანისი, ორთაჭალა, ბოტანიკური შინდისი, ხო? ეს ადგილები. მოც ბუნებრივ არეალში და ვინაიდან ამ არეალებში ცხოვრობენ ეს გველები, ხო? არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ისინი ხვდებიან ურბანულ გარემოში. აქედან გამომდინარე ეს ზონები მაინც აფრთხილოა, იქიდან გამომდინარე, რომ
გვერდზე ცხოვრობს, ბინადრობს ამ სახეობის გველი. სხვა რა გითხრათ ახლა თავარია ინფორმირებულები ვიყოთ, ვიცოდეთ როგორ მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ, რანაირ პირობებში უნდა გქონდეს თქვა სახკარი, ეზოკარი უпростоრეთ რომ იქ თქვა გველისთვის ხელსაყრელი პირობები არ იყოს, მძდველი გარემო არ იყოს და აქედან გამომდინარე დაცულიც იყოს ტერიტორია და ჩვენც. ეს არის თორე ბუნებას ესე ვერ შევებრძოლებით, ვერ შევეწინააღმდეგებით, იმიტომ რომ ესე მართო ყველაფერი არ გამოდის რა, ანუ რაღაცა ყოველთვის ხდება ცხოველებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გარემოდან ურბანულ სივრცეში არის ხოლმე ძალიან ხშირად შემოდინება ამა თუ იმ გარეული ცხოველის, მათ შორის გველებისაც რა. სპეციალისტები მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და განმარტავენ, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრები გველების პოპულაციის ზრდას არ ადასტურებს. მათი თქმით, ქვეწარმავლებთან დაკავშირებული რისკების თავიდან ასაცილებლად მთავარია ინფორმირებულობა და სწორი ქცევა.